იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა, რომელიც დედასთან ერთად ტყის პირას ერთ პატარა სახლში ცხოვრობდა. კეთილმა ბებიამ გოგონას დაბადების დღისთვის ხავერდის ნაჭრისაგან წითელი ქუდიანი მოსასხამი შეუკერა. გოგონას ძალიან მოეწონა ეს ქუდიანი მოსასხამი და როცა სადმე წავიდოდა, ყოველთვის მას იცვამდა. ამიტომაც წითელ ქუდა შეარქვეს. ერთ დღეს დედამ გემრიელი პური გამოაცხო. ყველთან ერთად კალათაში ჩადო. მერე წითელ ქუდას დაუძახა და უთხრა: ჩემო გოგონა, ბებია ავად გამხდარა. წადი. მოინახულე თან ეს პური და ყველით წაუღე. წითელ ქუდამ გამოართვა დედას კალათა და გაუდგა ბებიის სახლისაკენ მიმავალ გზას. ბებია ტყის გადაღმა ცხოვრობდა. ამიტომ წითელ ქუდას მასთან მისასვლელად ტყე უნდა გაევლო. ტყეში გზას რომ მიიკვლევდა, მგელს გადაეყარა. მგელმა წითელ ქუდას დანახვაზე გაიფიქრა: იფ, რა გემრიელი ლუკმაო. მისი ნება რომ ყოფილიყო, მაშინვე შესაჭმელად მივარდებოდა, მაგრამ იქვე ახლოს ტყის მცველები ეგულებოდა და ხელის ხლება ვერ გაბედა, ამიტომ ხერხს მიმართა. გამარჯობა პატარა ქალო, დაუძახა მან წითელ ქუდას. საით გაგიწევია? მხიარულად ამ მშვენიერ დღეს გულუბრყვილო წითელ ქუდამ არ იცოდა, რა სახიფათო იყო მგელთან საუბარი და მიუგო. ბებია, ავად გამიხდა და სანახავად მივდივარ. თან ყველი და პურიც მიმაქვს. მასად ცხოვრობს შენი ბებო? ჰკითხა მგელ. ტყის გადაღმა სამი მუხა რომ არის, იქ დგას მისი სახლი, უპასუხა წითელ ქუდამ. მგელი წუთით დაფიქრდა, მერე ისევ მიუბრუნდა გოგონას და უთხრა: ხედავ რა ლამაზი ყვავილებითაა აქაურობა მოფენილი. დაკრიფე და წაუღე ბებიას, გაუხარდება. ჩემს ბებოს მართლაც ძალიან გაუხარდება ამ ლამაზი ყვავილების თაიგული რომ მივუტანო. თანაც ჯერ ადრეა და დროც მაქვს. გაიფიქრა წითელ ქუდამ და ყვავილების კრეფას შეუდგა. მგელმა კი დრო იხელთა და თავპირის მტრევით მოკურცხლა ბებიას სახლისაკენ. მალე მიაგნო მუხებთან დგარ სახლს და კარზე დააკაკუნა. ვინ არის? იკითხა ბებიამ. შენი შვილი ვარ, წითელ ქუდა, პური და ყველი მოგიტანე, გამიღე კარი, შეცვლილი ხმით უპასუხა მგელმა. მგელმა: ძალიან დასუსტებული ვარ და საწოლიდან ვერ ვდგები, გადასწიე ურდული და კარი გაიღე. ბა, გამოსძახა ბებიამ. მგელმა ურდული გადასწია, შევარდა სახლში და თვალის დახამხამებაში გადასანსლა ბებია. მერე მისი ღამის პერანგი ჩაიცვა. თავზე მისივე ჩაჩი დაიხურა. ფარდები ისე გამოსწია, რომ ოთახი კარგად ჩაბნელებულიყო. მერე კი ჩაწვა ბებიას საწოლში და წითელ ქუდას დაუწყო ლოდინი. ამასობაში წითელ ქუდამ მშვენიერი თაიგული შეკრა. მივიდა ბებიასთან და კარზე დააკაკუნა. ვინ არის? გამოსძახა მგელმა. წითელ ქუდას კი ეუცნაურა ბოხი ხმა, მაგრამ იფიქრა: ალბათ გაცივებულია ბებიაო და შესძახა: წითელ ქუდა ვარ, შენი შვილი, შენს მოსანახულებლად მოვედი და კალათით პური და ყველი მოგიტანე. ურდული ჩამოსწიე და გაიღება, გამოსძახა მგელმა. წითელ ქუდამ ჩამოსწია ურდული და შევიდა. სახლში ძალიან ბნელოდა და წითელ ქუდამ ბებიას საწოლი ძლივს გაარჩია. კალათა მაგიდაზე დადე, შენ კი მოდი საწოლთან ჩამომიჯექი, უთხრა მგელმა. წითელ ქუდაც მივიდა და საწოლზე ჩამოჯდა. ბებია ახლოდან რომ დაინახა ძალიან გაუკვირდა. ბებო, რატომ გაქვს ამოდენა ყურები? ჰკითხა მან. იმიტომ რომ შენი ტკბილი ხმა უკეთ გავიგონო, მიუგო მგელმა. ამხელა ხელები რატომ გაქვს? იმიტომ რომ უკეთ მოგეფერო. ამოდენა თვალები რატომ გაქვს? იმიტომ რომ უკეთ დაგინახო. ამოდენა კბილები რატომ გაქვს? იმიტომ რომ შეგჭამო, დაიღრიალა მგელმა. ლოგინიდან წამოხტა და თვალის დახამხამებაში გადასანსლა წითელ ქუდა. მერე ისევ ლოგინში ჩაწვა და მალე ყურის წამღები ხრინვა ამოუშვა. სწორედ ამ დროს სახლს მონადირემ ჩაუარა და ხრინვა რომ შემოესმა გაიფიქრა:
რა საშინლად ხრინავს ეს მოხუცებული. ერთი უნდა შევიხედო და გავიგო, ხომ არაფერი უჭირს. მონადირე სახლში შევიდა და დაინახა მუცელ გაბერილი მგელი, რომელიც ბებიას საწოლში იწვა და მკვდარივით ეძინა. იგი რახანია ამ მგელზე ნადირობდა და აი, კირეც ჩაიგდო ხელში. თოფი შემართა და ის იყო, ტყვია უნდა დაეხალა მისთვის, რომ უცებ გაუველვა. ბებია რომ არსად ჩანს, ამ მსუნაგმა ხომ არ გადაღლაბა. მონადირემ ნაჯახი აიღო და მგელს მუცელი გაუჭრა. იქიდან წითელქუდა ამოხდა. ცოტა ხანში მგლის მუცლიდან ბებიაც გადმოვიდა. მართალია, ძალზე დასუსტებული იყო და სიარულიც უჭირდა, მაგრამ რაც მთავარია, ცოცხალი გახლდათ. ცოტა სული რომ მოითქვა. შინ შევიდა. წითელქუდას მოტანილი კალათად მოტანილი კალათა და ფარდაგი გამოიტანა. ფარდაგი მინდორზე დააფინა. დასხდნენ ბებია და შვილიშვილი. მონადირეც მიიპატიჟეს და ყველსა და პურს გემრიელად შეექცნენ. წითელქუდამ ამ ამბის მერე ჭკუა ისწავლა და მგელთან სალაპარაკოთ აღარასოდეს გაჩერებულა.